ისლანდიაში გააქტიურებული ვულკანის ფერფლი ევროპელების ჯანმრთელობისთვის ჯერჯერობით საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ. კვამლის ღრუბელი, რომელიც თვითმფრინავების მოძრაობას აფერხებს, დიდ სიმაღლეზეა ასული. ქვემოთ კი ქარი ჰაერში ფერფლის ნაწილაკების კონცენტრაციას უმნიშვნელო დონემდე ამცირებს. ამჟამად ჩვენ არ ვფლობთ იმის დამადასტურებელ ინფორმაციას, რომ ვულკანური ნაწილაკების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე რამით განსხვავდება ქალაქის ჰაერის გავლენისგან, აცხადებენ ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტში. ევროპის კონტინენტური ნაწილის ქალაქებს ვულკანის ფერფლით დაფარვა არ ემუქრებათ, თუმცა ჯანმრთელობისთვის პოტენციური საფრთხე მაინც რჩება. უახლოეს დროში ქალაქის ჰაერის დაბინძურების დონის ზრდასთან ერთად შესაძლოა გახშირდეს მოსახლეობაში ასთმის შეტევები, გულისა და სისხლძარღვების დაავადებები, ადამიანის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. ფერფლის შემადგენლობაში ბევრი ფტორია, ეს ნივთიერება კი ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ისლანდიის ვულკანის წინა ამოფრქვევის დროს მეცნიერებმა ახლომდებარე ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველების ზრდის პროცესში პრობლემები შენიშნეს. ექიმები მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას ურჩევს წვიმიან ამინდში სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.